Maia, შეიძლება რადგან პროკურორი წავიდა საზოგადოებისთვის, მე პუბლიკის ჟურნალისტი ვარ, მოკლედ რო გვითხრათ პროკურატურამ როგორ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და საპროცესო რა კონტექსტში და როგორ იქნა წარმოდგენილი სასამართლოზე. Ალი, ბრალდება, საერთოდ არის საუბარ საკუთარ მტკიცებულებებზე. საერთოდ ეს გამოტოვა, იმიტომ რომ ყველა მისი მოწმე იყო ცრუმოწმე. მაშინ მოუწევდა ხომ, ამაზე ყურადღების გამახვილება აღარ უნდა და საქმეა თვითონ რაც მოიტანა დღეს სასამართლოში, ბრალდებამ ის არ შეაჯამა. ისაუბრა ჩვენ რა მივიტანეთ, როლები აიღია, სინამდვილეში ის უნდა საუბრობდეს თავის მტკიცებულებაზე და გაცვლა შეუძლია არც არაფერი მიიტანოს. ბრალდება დღევანდელ პროცესზე, ცდილობდა ჩვენ არგუმენტებს, ჩვენ მტკიცებულებებზე რაღაც თავის თეორიულ პასუხებს, რომელიც არ იყო დაყრდნობილი არც ერთ, კონკრეტულად ზოგადი შეფასებები ისაუბრა ბრალდებამ და კიდევ ამბობ, მე მოლოდინი მქონდა რომ საკუთარ მტკიცებულებებზე არც ახსენა საკუთარ მტკიცებულებები და რა ქონდა პიიცი თქვენ არც არაფერი, მაგრამ რაც ქონდა იმაზე მაინც ხომ დაესაუბრა. ისაუბრა რომ თურმე კვალიფიკაცია არის თუ არის, მაგრამ კარგი რაც არის ჩვენს მიერ მითითებულ საქმეებზე აკეთებდა საკუთარ კომენტარს და ძალიან ნაწილზე შესაბამისად ჩვენ სწორედ ვციტირებთ, თუმცა თქვათ მისი მიმოხილვა იყო სრულიად ზედაპირული და არა დეტალური, ამიტომ ჩვენ დასკვნით სიტყვაში მოგასმენინებთ დეტალურ პასუხს ყველა გადაწყვეტილებაზე, თუ კი რამე დღეს ახსენა ბრალდებამ, სიტყვით გავივლით, არ დაუტოვებთ არც ერთ სიტყვას, არც ერთ წერტილს და რაც თავარია, ვერ მიუთითა ვერც ერთ საქმე, სადაც ანალოგიურ შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ ამ ტიპის ქმედება ამ ვითარებაში მიმსგავსებული შესაძლოა განხილული ხდეს თავდასხმა. რაც ჩემთვის, როგორც პროფესიონალისტვის ძალიან კარგი მოსასმენი იყო, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება ვერ მოძებნეს და ის რაზეც ისაუბრა, ის ყველა საჩვენო გადაწყვეტილებაა და ამიტომ აქცენტი გააკეთა მოტივზე, რომ მნიშვნელოვანი მოტივი და არა ის, რომ ეს ქმედება გამოიწვევს თორე ჯანმრთელობის განზიანებას. რაც არ დაუდგენია გამოძიებას, ამაზეც ვისაუბრებ. ბრალდებამ დღესაც ვერ თქვა მოტივი და შურისძიების მოტივი ეს აქცენტი. შურისძიების მოტივი რას უკავშირდება, არც ბრალდებაში არ აქვს ახსნილი და ვერც დღეს ახსნა და როგორ ახსნიდა შურისძიების მოტივთან დაკავშირებით მზიასთვისაც არ უკითხავთ აზრი, არც ერთხელ გამოძიებაში არ დაუკითხავთ მზია. ამიტომ ბრალდებამ შეიძლება დაიწყო და ამიტომ ვერ დავკითხავ. რა ასე ვთქვათ, ბატონი რეგულატივ რა ჯადოსნურ საპოლიციო ფუნქციას უკავშირდებოდა ეს იმდრევანდელი სილა, ამაზე დღეს ბრალდება პასუხი ვერ და საპროცესოზე რა თქვეს? საპროცესო არაფერი ახალი იგივე, ეს არის ასე ვთქვათ სახელმწიფოს მიყერების ზუსტად ნარატივს ეხმიანება, რომ ზიამ ეს ასე ვთქვათ შემოვაწუნება ჩაიდინა რაღაცა deep state-ის დავალებით, რომ მას ვიღაცა დაუდგენელი პირები რაღაც ინსტრუქციებს აძლევდნენ და ასე შემდეგ. ბრალდებამ ითქვა იგივე, რომ თუ მზია დაიბრალებს ყველაფერს, რაც მას არ ჩაუდენია, დაწყებული იქიდან პოლიციელების შეურაცხყოფიდან, წინააღმდეგობიდან და შემდეგ თავდასხმიდან, თუ ამას ყველაფერს დაიბრალებს, მაშინ ბრალდება იფიქრებს სასჯელის შემსუბუქებაზე. ეს ვიცოდით პირველივე დღიდან და მას თავაზობდნენ მოინანია, აღიარე მოინანია ჩვეულებრივი ძალადობა კანონის სახელით. მას ეუბნებიან, რომ აი ასეთი სასამართლო არაფრის შანსი არ აქვს. აი ასეთი ბრალდება არაფრის შანსი არ აქვს. ერთადერთი შანსი გაქვს დაიბრალო ის, რაც არ ჩაგიდენია, თუ გინდა თავისუფლება იხილო. ეს იყო ბრალდების პოზიცია.